მე-6 საუკუნე იდგა. იმპერატორმა მავრიკიოსმა სპარსელებთან ბრძოლის წინ ღვთისმშობელს სთხოვა შეწევნა და მტერზე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. ეს ახალი სტილით 28 აგვისტოს მოხდა. სწორედ ამ ძლევამოსილი გამარჯვების შემდეგ, რომელშიც იმპერატორმა დედაღვთისას დიდი მეოხება იგრძნო, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული დადგინდა. წმინდა წერილში არაფერია ნათქვამი ღვთისმშობლის მიძინების შესახებ. მე-5 საუკუნეში მოღვაწე იერუსალიმის პატრიარქის იუბენალის თქმით, ჩვენ ამ უდიდესი დღესასწაულის შესახებ ვიცით უძველესი და სანდო გადმოცემებიდან. ყველა ამ გადმოცემას კი მე-14 საუკუნეში ნიკიფორე კალისტემ მოუყარა თავის საეკლესიო ისტორიაში. არასადა დაგიტეო შენ მარგალიტო ჩემო, ნუ შეძრწუნდები. რამე თუ აღვალ მამისა ჩემისა, არა დაგიტევებ შენ, მზესა მაგას ცის კიდეთასა. არა დაგიტევებ შენ კიდობანსა მაგას ჩემსა, წმიდასა და ულალველსა. არა დაგიტეო შენ დედაო ჩემო ქალწულო, არამედ რაჟამს განხვიდე ხორცთაგან, არა მოვავლინო შენზე და ანგელოზნი. არცა ანგელოზ მთავარნი, არამედ მე მოვიდე და შევიწყნარო სული შენი, რომელ არს უფრო ის მზისა ბრწყინვალეი. ამ სიტყვებით დაემშვიდობა მაცხოვარი თავისი განკაცების ყოვლაწმინდა ჭურჭელს, დედა ღვთისმშობელს ზეცად ამაღლების წინ და აღუთქვა, რომ თავად დაბრუნდებოდა მისი სულის წასაყვანად. მიძინების მთელი ეს ამბავი რამოდენიმე დღეზე, ასე ვთქვათ, გადაწილებული ღვთისმშობელი როგორ ემზადება, ღვთისმშობელი იწყება ღვთისმშობლის მიძინება, ღვთისმშობლის მიძინების ხარებით. ხო, აი ეს და მე უკვე ესე იგი ღვთისმშობლის ლოცვა, ღვთისმშობელი როგორ ურიგებს თავის სამოს მის მეგობრებს, ქვრივ დედაკაცებს, გამომშვიდობება მოციქულებთან, არის ღვთისმშობლის ზიარება და მას აზიარებს იაკობი ძმა იუფლისა, პირველი მთავარეპისკოპოსი, ასეც არის ტექსტებშიც ესე არის. მარადის ქალწული გამუდმებით დადიოდა მაცხოვრის საფლავზე და მის აკლდამაში ლოცულობდა. როგორც წმინდა ღვთისმეტყველი და მახარებელი იოანე მიძინების საკითხავში გვაუწყებს, იქ მისული დედა ღვთისა ევედრებოდა მისგან შობილსა ქრისტესსა მისსა მიცვალებად. ერთ პარასკევსაც აკლდამაში მყოფს წმინდა მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და იმავე სიტყვებით მიმართა როგორც ხარებისას. გიხაროდენ, რომელმან შევღმერთი ჩვენი. ამიერიდან მსგავსად თხოვისა შენისა დაუტევებ სოფელსა და ზეცად მიიცვალები ძისა შენისა ცხოვრებასა ჭეშმარიტსა. მიძინების ხარების შემდგომ დედა ღვთისა სამ ქალწულთან ერთად, მას რომ მსახურებდნენ ბეთლემს დაბრუნდა. დაანთო საკმეველი და უფალს შესთხოვა ისე არ გაეყვანა ამ ქვეყნიდან, ვიდრე ყველა მოციქულის ხილვის საშუალებას არ მისცემდა, რათა ერთობით ეკურთხებინათ მრავალსაგალობელი სახელი ღვთისა. მოციქულები ამ დროს სხვადასხვა ქვეყანაში ქადაგებდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას. წმინდა მახარებელი იოანე გადმოგცემს თუ ეფესოში მყოფი როგორ აღიტაცა სული წმინდა ნათლის ღრუბლით და იმ ადგილას დაადგინა, სადაც ყოვლა წმინდა ღვთისმშობელი ილოცვიდა. სული წმინდის ძალითვე შემოიკრიბა ყველა მოციქული ბეთლემს. სიმონ პეტრე რომიდან, პავლე ტიბერიიდან, თომა ინდოეთიდან, იაკობი იერუსალიმიდან, მარკოზი ალექსანდრიიდან, ბართლომე თებაიდადან. მათ ეს ზღვის ღელვაში იყო მოყოლილი, როცა უცაბედად ნათლის ღრუბელმა ზეაღიტაცა და ბეთლემს მიავლინა. წმინდა მოციქულნი ანდრია, ფილიპე, ლუკა და სიმონ კანანელი ამ დროისთვის უკვე გარდაცვლილნი იყვნენ. ისინი სული წმინდამ საფლავთაგან აღადგინა, რათა ყოვლა წმინდა ღვთისმშობლის მიძინებისთვის ეცათ თაყვანი. იგივე წყარო გვაუწყებს თუ როგორ უზიარებენ მოციქულები ერთმანეთს სული წმინდის უწყებას ღვთისმშობლის მიძინების შესახებ. როგორ ხდება მათი ატაცება მოღვაწეობის ადგილებიდან ზეცად და ნათლის ღრუბლით მომავალნი როგორ ხედავენ ზეცაში ერთმანეთს. ღვთისმშობელი მადლობას შესწირავს უფალს მისი ლოცვის შესმენისთვის და კვლავ კმევას ითხოვს. იწყება ენით გამოუთქმელი ლიტურგია. ღვთისმშობელი და 12 მოციქული, პირველ მღვდელმთავარნი ერთობით ადიდებენ უფალს. ლოცვის დროს საშინელი ქუხილი ისმის. ანგელოზთა მთელი მხედრობა იკრიბება იმ სახლის გარშემო, სადაც დედა ღვთისა მიიცვალება. გამოჩნდა თვით მზეი და მთოვარეი გარემოის სახლსამას და ეკლესიაი პირმშოთაი, წმიდათაი წარმოდგა სახლსამას, სადა იყო დედა იუფლისაი პატივად და დიდებად მისა. დაიწყო უწყვეტი სასწაულები. ბრმანი აღიხილვიდან, ყრუთა ესმოდა, მკელობელნი ვიდოდეს, კეთროვანი განწმდებოდეს.
სნეულნი სახლის კედლებზე შეხებითაც კი უდიდეს მადლს იღებდნენ და იკურნებოდნენ. ამ ამბავმა იერუსალიმში მღვდელ მთავრებთან ჩააღწია, რომელნიც ყოველ მხრივ სდევნიდნენ ღვთისმშობელს. ამის შესახებ ყოვლადწმინდა ქალწული თავად უცხადებს იოანე მახარებელს. ხურიათა ფიცეს ვითარმედ ოდეს აღვესრულომე ხორცნიჩემნი დაწუნე. წმინდა კრების დასარბევად მღვდელ მთავრებმა 1000-ის თავი გამოგზავნეს ბეთლემს. ღვთისნებით წმინდა ერთობა დაიფარა. როგორც იოანე ღვთისმეტყველი გადმოგვცემს, სულიწმინდამ კვლავ ნათლის ღრუბლით აღიტაცა ღვთისმშობელი მოციქულებთან ერთად და იერუსალიმში, სიონის მთაზე არსებულ სახლში გადმოიყვანა. აქ გაგრძელდა გალობა და დიდება უფლისა. საკითხავების მიხედვით ვგებულობთ, რომ დედა ღვთისა უწყვეტლივ ლოცულობს. ეს მეტად მნიშვნელოვანი და საგულისხმო ფაქტია ყველა ჩვენგანისთვის. რადგან რაიმე ნიშანი დაიმედებისა, რომ მან როგორც ღვთის დედამ შეიძლება ულოცველად მიიღოს მადლი უფლისა, არსად ჩანს. ყოვლადწმინდა ქალწული ბოლო წუთამდე ფხიზლობს და ყოველთვის ყველაფერს ვედრებით იღებს. ქრისტიანული ლიტერატურა უამრავ ეპიტეტს იყენებს ღვთისმშობლის წარმოსაჩინად, მისი სიწმინდის აღსანიშნავად. და ეს ტერმინები, ეს ეპიტეტები უკიდურესად ზეაღმატებულია. ყოვლად უწმინდესი, ყოვლად ნეტარი, ყოვლად წმინდა, ყოვლად უბიწო და ასე შემდეგ. ანდრია კრიტელი უამრავ მსგავს ეპიტეტს ჩამოთვლის. რა თქმა უნდა, აქ ყოველთვის ხაზი ესმება ღვთისმშობლის უბიწოებას, მის უმანკოებას, მის მარადის ქალწულობას, რომელიც ეს უკვე ნასხლელი განსაკუთრებით ასევე შებრკოლების ლოდად იქცა ბევრი მწვალებლისათვის და ბევრისათვის დღემდე ასეთად რჩება. ამ უბიწოებას მის სიწმინდეს, მის ყოვლად სიწმინდეს ხაზს უსვამს მთელი პატრისტიკული მემკვიდრეობა. ყველა მამა, ყველა დიდი ეგზეგეტი საღვთო წერილისა, ყველა დიდი ღვთისმეტყველი ამას განსაკუთრებით და ნაჟინებით უსვამს ხაზს. მოგვიანებით ფოთი პატრიარქი იტყვის, რომ როგორც ადამი იქმნება უბიწო მიწისაგან, ანუ რადგან ებრაულად სიტყვა ადამი სწორედ იმ მიწას ნიშნავს, რომელიც დაუმუშავებელია, ხელუხლებელია, განსხვავებით სხვა მიწისაგან, თქვათ სახნავს ათესი მიწისაგან, ასევე ხელუხლებელი უმანკო იყო ის სხეული, რომელმაც დაიტია ძეღვთისა და შვა იგი. დედა ღვთისა მალი თხოვს, დაასტყ საკმეველი, რაც იკონოგრაფიაშიც აისახება. უკლებლივ ყველგანაა გამოსახული სასაკმევლი, ანუ საცეცხლური. ღვთისმშობლის ერთ-ერთი ეპითეტი სასაკმევლია, აღსავსე სურნელებით, სულისაწმიდისაით, რომელმაც საღვთო ცეცხლი იტვირთა. საცეცხლური ღვთისმშობლის სიმბოლოს განასახიერებს, თავის წიაღში დაუტევნელი რომ დაიტია. აღსანიშნავია ისიც, რომ ღვთისმშობლის ნაცვლად მოციქულებთან ერთად ზოგჯერ მხოლოდ საცეცხლურია გამოსახული, როგორც ეს მსოფლიო საქრისტიანოში მიძინების ყველაზე ადრეულ ბრდაძორის სტელაზე გვხვდება. ქვემო ქართლში მარნეულის მახლობლად მიკვლეული ბრდაძორის სტელა მე-6 საუკუნით თარიღდება. იგი სრულიად უნიკალურია მთელ საქრისტიანოში, რადგან ღვთისმშობლის მიძინებისა და ამაღლების მასზე უფრო ძველ გამოსახულებას მართლმადიდებლური სამყარო არ იცნობს. სტელის ერთ მხარეს ვხედავთ ორ რეგისტრიან გამოსახულებას, რომლის ქვედა ნაწილში ორი მოციქულია საცეცხლურით ხელში. ზედა რეგისტრში კი მანდორლით მოსილი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ანგელოზთა თანხლებით. მათ შორის ერთი მესაყვირია. ერთი შეხედვით დეტალებს მიძინების გამოსახულებაში დამატებითი შინაარსობრივი სიღრმე შემოაქვს. მათ შორის უპირველესად სანთელსან კანდელს გამოყოფთ, რომელიც სარეცლის სიახლოვეს ხშირადაა გამოსახული. გარდა იმისა, რომ ის დაკრძალვის რიტუალის ნაწილია, ღვთისმშობელს განადიდებს როგორც ყოვლად გონიერ ქალწულს. სანთელი სიმბოლოა ხუთი გონიერი ქალწულისა. არავის უნახავს სამყაროში უფრო გონიერი ქალწული ვიდრე დედა ღვთისა. ღვთისმშობლის შობის საკითხავებში მარადქალწული ბევრგანაა შედარებული სანთელსა და ლამპარს, რომელიც მისი წიაღიდან მიღებული ქრისტეს ნათლით მართალთა სულებს საუკუნო ცხოვრების ლამპარს აუნთებს.
უნდა აღინიშნოს სულიწმინდის მიერ წმინდა კრებულის უწყების შესახებ. კვირადღეს იყო ხარება, კვირასვე იყო შობა, ბზობა და აღდგომა. კვირასვე იქნება მიცვალებაც. იმ ტექსტების მიხედვით, რომელთა ავტორები არიან იოანე მახარებელი, იოანე ოქროპირი და იოანე დამასკელი, ვარკვევთ, რომ მიძინება მართლაც კვირადღეს მოხდა, რადგან ეს დღესასწაული ქრისტეს ეკლესიის მარადიული ერთობის ხატია. მართლაც კვირადღეს ანგელოზთა თანხლებით მჯდომარე საყდართა ზედაქერობინთა მობრძანდა უფალი. მისი გამოჩენით ყოვლადწმინდა ქალწული ნათლით გაბრწყინდა, რაც იკონოგრაფიაშიც პოვებს ასახვას. მანიხილა მაცხოვრის იმგვარი დიდება, რომელი პირსაკაცისასა არაჯერ არ სთქმად, არცა მოგონებად. დედა ღვთისამ მაცხოვრისგან კურთხევა ითხოვა. მის უხრწნელ მარჯვენას ეამბორა და მაცხოვრის ნუგეშინის მცემელი სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, რომელიც სამყაროს დედის, მამის საუნჯეში აყვანას გულისხმობდა, ღვთისმშობელმა კაცობრიობისთვის უფლის უპირობო წყალობა გამოითხოვა. ყოველი კაცი, რომელიც ხადოდის, ანუ გევედრებოდის, ანუ სახელს დოას სახელსამხევლისა შენისასა, მოეცმად შეწევნაი. ასე რომ მიძინება კაცობრიობისთვის უდიდესი მეოხის მოპოვების ხატია. ეს არის დღესასწაული ჩვენი ცოდვათა მიტევებისა. ცადაყვანილი დედა ღვთისა თითოეული ჩვენგანისთვის მარადიულ ლოცვად გადავიდა. რა შეიძლება იყოს კაცობრიობისთვის ამაზე უფრო დიდი საჩუქარი, ვიდრე ღვთისმშობლის მსგავსი მაღალი რანგის მავედრებლის შეძენა. სიტყვა ვედრება მრავალგზის წარმოითქმის მისი მიძინების ამსახველ ყველა საკითხავში. შეიძლება ითქვას, რომ ამ სახელით წოდებულ იკონოგრაფიულ პროგრამას, რომელზედაც კაცობრიობის ცოდვათა მიტევების ორი უდიდესი მეოხი, მაცხოვრის მიმართ მლოცველი დედა ღვთისმშობელი და წმინდა იოანე ნათლისმცემელი არიან გამოსახულნი, სწორედ მიძინების ეს ჩაეყარა საფუძველი. ვედრების პასუხად დედა ღვთისამ მაცხოვრისგან დაპირება მიიღო. ყოველი, რომელი ხადოდეს სახელსა შენსა, არასა დახრწვენეს, არამედ პოვოს წყალობაი და შეწევნაი ამას საწუთროსა და მერმესა მას წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა. უფალი მოციქულ პეტრეს ეუბნება, მოიწია ჟამი, იწყე გალობად. მოციქულთა გალობას ყოველი ძალიზეცისა შეუერთდა და ეტყოდა ალილუიას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახე მზის თვალზე უფრო მეტად გაბრწყინდა. მან სარეცელთან მუხლმოდრეკილი ყველა მოციქული სათითაოდ დალოცა. შეიწყნარა უფალმა მისი უბიწო და წმინდა სული. სულის გაყვანის დროს ის ადგილი სურნელებითა და გამოუთქმელი ნათლით აღივსო. მოციქულები სამყაროს მიძინებულ დედას კვლავ შემოეხვიდნენ, ამჯერად განსაწმედელად. ეს ხომ უდიდესი სიწმინდე იყო, ტაძარი, რომელმაც დაუტევნელი დაეტია. იკონოგრაფია ზედმიწევნით გადმოგვცემს ყველა ამ მოქმედებას. ეს უბისის ტაძრის მიძინების გამოსახულებაა. მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში სოფელ უბისის განაპირას, ძირულას ნაპირზე აგებული წმინდა გიორგის ეკლესია ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელის სახელს უკავშირდება. უბისი განსაკუთრებით ცნობილია თავისი მოხატულობით, რომელიც წარწერის მიხედვით მე-14 საუკუნეში დამიანეს თაოსნობით შეუსრულებია მის გაზრდილ ხატვარ გერასიმეს. მიძინების ცენტრალურ ნაწილს სარეცელი წარმოადგენს, რომელზედაც დედა ღვთისას წმინდა სხეულია დაბრძანებული. ვერტიკალურად აღმართულია მაცხოვრის მანდორლაში ჩაწერილი გამოსახულება ანგელოზთა თანხლებით. ღვთისმშობლისა და იესო ქრისტეს სხეულთა ერთმანეთთან მიმართებით ჯვარი იკვეთება. მაცხოვარს ხელთ უპყრია სახვევებში გახვეული ჩვილი, რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სულია. ზეცაში გამოსახული ანგელოზები მისკენ იშვერენ ხელს, რომ მისი სული მიიღონ და აამაღლონ ზეცად. იკონოგრაფია ასევე ცხადად გადმოგვცემს მოციქულთა შემოკრებას ღვთისმშობლის სარეცლის გარშემო. პირველ მღვდელმთავარნი ისე არიან შემოხვეულნი მის წმინდა ცხედარს, როგორც მათი მემკვიდრე სამღვდელოება ლიტურგიისას წმინდა ტრაპეზს. ასე რომ ხატში ლიტურგიასთან კავშირია ხაზგასმული. აკი იწოდება კიდეც ყოვლადწმინდა ქალწული ღვთისმშობლის შობის საკითხავებში ტრაპეზად. გიხაროდენ ტრაპეზო, ღვთივგანზავებულად შთასხმულო და ყოველთა სიკეთითა სიზრქეთ და სივრცეთ განდიდებულო. მშობლიავთან ძირითადად მოციქული პეტრეა გამოსახული საცეცხლურით ხელში. მის ფეხებთან წმინდა პავლე, რომელიც ერთ-ერთი წყაროს მიხედვით ყველაზე მეტად ღელავს და უდიდეს სინანულშია იმის გამო, რომ საკუთარი უგუნურებით თავიდან დევნიდა უფალს.
მოციქულთა შორის უპირველესი და უმთავრესი ჭირისუფალი იოანე ღვთისმეტყველია, რომელიც გოლგოთაზე ჯვარცმისას მაცხოვარმა ღვთისმშობლის ამსოფლიურ ძედ განაწესა. იგი დამხობილია ღვთისმშობლის წმინდა ცხედარზე და თავისი მდგომარეობით აშკარად გვაგონებს მღვდლის მიერ წმინდა ტრაპეზის მთხვევას. ასე რომ ისტორიული ამბის გადმოცემის პარალელურად აქ ლიტურგიულ გამოხატულებასაც ვხედავთ. მიძინების გამოსახულებაში გამონაკლისის გარეშე იხატება არქიტექტურა. იგი მოიცავს როგორც ბეთლემის სახლს, სადაც მიძინება დაიწყო, ასევე ნაგებობას სიონის მთაზე, სადაც დედა ღვთისა სულის გასვლა მოხდა. ამასთანავე იგი სიმბოლოა კათოლიკე ეკლესიისა, ისევე როგორც წმინდა კრება მიძინებისას ეკლესიის ერთობის, ბრწყინვალებისა და დიდების სახეა. მოციქულებმა მხარსაზე დაიტვირთეს დედა ღვთისას წმინდა ცხედარი. ამ დროს შურით ახსილი ერთი ებრაელი სახელად იოფანის მიიჭრა ღვთისმშობელთან მისი სხეულის შეურაცხყოფის მიზნით, მაგრამ ღვთის განგებულებით მკრეხელს ანგელოზის ცეცხლოვანი מחვილით ორივე მკლავი მოეკვეთა და ჰაერში დაეკიდა. მოციქულ პეტრეს ბრძანებით მან დედა ღვთისას შეწევნა სთხოვა. შემდეგ მოციქულთა თავმაც ილოცა მისთვის და ცოდვილს მოკვეთილი მკლავები მხრებზე სასწაულებრივად მიეზარდა. ამ უდიდესმა სასწაულმა ცხადყო თუ ამ დღეს მისი მიცვალება მოხდა. დიდი პატივითა და ზეიმით წააბრძანეს ღვთისმშობელი და მისი ანდერძის თანახმად დაკრძალეს გეთსიმანიის ბაღში, რომელიც მაცხოვრის საფლავის შემდეგ ყველაზე დიდი სიწმინდეა საქრისტიანოში. მართალია წმინდა იოანე ღვთისმეტყველი გადმოგვცემს, რომ ღვთისმშობლის მიძინებას ყველა მოციქული ესწრებოდა, მაგრამ ზოგიერთი აპოკრიფის თანახმად წმინდა თომა მხოლოდ მესამე დღეს ჩამოდის იერუსალიმში ინდოეთიდან. როცა იგი მისთვის უსაყვარლეს დედასთან გამომშვიდობებას ითხოვს, აკლდამას გაუხსნიან, მაგრამ საფლავი ცარიელი აღმოჩნდება. იკონოგრაფიაში ეს მომენტიც არის ასახული. მიძინების თავზე ანგელოზების თანხლებით ღვთისმშობლის ამაღლებას ემატება ღრუბელში გახვეული თომას გამოსახულება, რომელიც იჭერს ღვთისმშობლის სარტყელს, ანუ ღვთისმშობლისგან მიწოდებულ სარტყელს. აი ეს ეპიზოდი არის ხოლმე დართული. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს დედა ღვთისას ამაღლების ხატი, რომელიც ხშირად მიძინებაშია ჩართული, ზოგჯერ კი ცალკე სცენად არის გატანილი. ღვთისმშობლის მიძინებასთან დაკავშირებული ასევე მისი ზეცად ამაღლების შესახებ სწავლება. აქ იმთავითვე უნდა აღნიშნოთ, რომ ეს სწავლება მართლმადიდებლურ ტრადიციაში დარჩა გარკვეულწილად კერძო საღვთისმეტყველო აზრად, რომელსაც იზიარებს მართალია ეკლესია, ზეიმობს მას, მაგრამ იკონოგრაფიულადაც გამოსახავს, მაგრამ იგი არ ახავს დოგმატის რანგში. როგორც ეს მოხდა კათოლიკურ სამყაროში, როცა მე-20 საუკუნეში 1950 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ, ვატიკანმა შემოიღო ახალი დოგმატი ღვთისმშობლის ხორციელად ზეცად ამაღლების შესახებ. გარკვეულ პერიოდამდე იყო კიდევაც ესეთი მოსაზრება სპეციალისტებს შორის, რომ ეს ამაღლების გამოსახვა ძალიან გვიანი მოვლენა, არ გამოსახავდნენ მას და ასე შემდეგ, მაგრამ რომ ეს მართლმადიდებლურ სამყაროში ამას ძალიან უფრთხილდებოდნენ, საიდუმლოდ ინახავდნენ. ეს კი რასაკვირველია ასეა, მაგრამ მიუხედავად ამისა გამოსახვა, სწორედ ამაღლების გამოსახვა იმთავითვე იყო ჩადებული და ადრეული გამოსახულებებიც კი არსებობს. ღვთისმშობლის ამაღლების ყველაზე ადრეული გამოსახულება მთელ საქრისტიანოში ჩვენთვის უკვე ნაცნობ ბრდაძორის ქვაჯვარზე გვხვდება. ღვთისმშობლის განსაკუთრებულ თაყვანისცემასა და განდიდებას ჩვენს ქვეყანაში საგანგებოდ მის სახელზე აგებული მრავალი ტაძარი და მოხატულობა ეძღვნება, მათ შორისაა დირბის მხატვრობა. შუაგულ ქართლში ქარელის მახლობლად სოფელ დირბში მდებარე მე-10 საუკუნის სამონასტრო კომპლექსის მიმართ ფართო საზოგადოების ინტერესი მას შემდეგ კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, რაც ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის ცენტრალურ ნავში მოულოდნელად დიდი მხატვრული ღირებულების მოხატულობის ფრაგმენტები აღმოჩნდა. მხატვრობის ძირითადი ფენა მე-14 საუკუნით დათარიღდა.
დირბის მოხატულობაც პრაქტიკულად თავიდან ბოლომდე ეძღვნება ღვთისმშობელს. ანუ აქაც ღვთისმშობლის აპოკრიფული სცენებია მხოლოდ წარმოჩენილი. ანუ საუფლო სცენები ესე ცალკე არ გამოიყოფა და ამ ხრივაც ძალიან საინტერესოა ეს დირბის ღვთისმშობლის მიძინების მონასტრის ეკლესია. დირბში არის უშუალოდ ღვთისმშობლის ამაღლება, სხეულებრივი ამაღლება და მისი დასტური ეს ცარიელი კუბო. სხვათა შორის ძალიან საინტერესოა ერთი მომენტი, რომ დირბის აი ამ მონასტრისადმი მიძღვნილ გვიან წერილობით წყაროებში, მე-17-18 საუკუნის წყაროებში დირბის ეკლესიას კუბოსა ღვთისმშობელად მოიხსენიებენ. ასე უწოდებდნენ, ასე ვთქვათ, მისი სახელი. გურჩანს ხალხური სახელი იყო სწორედ კუბოსა ღვთისმშობელი და რატომ აი გასაგებია უკვე ხო რომ იმიტომ რომ ეს იყო მთავარი სახე ხატი სწორედ აი ამ ღვთისმშობლის მოხატულობაში ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ მთელს დეკორში. ზოგიერთი აპოკრიფის მიხედვით იმავე დღეს ტრაპეზის დროს მოციქულებმა გახსნილი ზეცის კარი იხილეს. თვალშეუდგამი ნათლით მოსილ ღვთისმშობელს ანგელოზთა დასი გიხაროდენს უგალობდა. გიხაროდენ ეს არის მიმართვა, რომლითაც იწყება უფლის განკაცების ხარება. ამავე სიტყვით მიმართავს მთავარ ანგელოზი გაბრიელი მიძინებისას დედა ღვთისას. და ბოლოს გიხაროდენით განდიდდება მარადის ქალწული, როცა მოციქულები მას მამის საუნჯეში მყოფს იხილავენ. ყველა ტრადიციის მიხედვით მიძინების დღიდან ღვთისმშობელი 60-ის მკვიდრი გახდა. როგორც მას მაცხოვარმა აღუთქვა, იყვნენ პატიოსანი ხორცნი მიცვალებულ 60-ესა, ხოლო წმიდა ისული შენი ზეცას, საუნჯეთა მამისათა, სადა არს ნათელი და სადა არს მშვიდობაი და სიხარული წმიდათა ანგელოზთაი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ლიხნეს ტაძრის მოხატულობაც, რომელიც საგანგებოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების ჯვარგუმბათოვანი ტაძარი საქართველოს უძველესი კუთხის, აფხაზეთის ტერიტორიაზეა, გუდაუთის რაიონში. იგი მე-10 საუკუნით თარიღდება. არქიტექტურა მორთულობას მოკლებულია, რითაც მეტად თვალსაჩინო ხდება პროპორციების დახვეწილობა და ჰარმონიულობა. მოხატულობიდან დღემდე მხოლოდ ფრაგმენტებმა მოაღწია. მანაც საკმაოდ დაზიანებული სახით. მოხატულობა მეტად ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში. ყველასთვის კარგად ცნობილი, დიდი ტკივილის გამო სამწუხაროდ ჩვენ დღეს მხოლოდ იმ პერიოდში გადაღებული ფოტომასალით ხელმძღვანელობთ. ვერ ვიგონებ მაგალითს პარალელურ მასალას შეიძლება ითქვას, სადაც გუმბათში ღვთისმშობელი იყოს დომინირებულად გადმოცემული და აი აქ ესე თუმცა ცხადია ეს სიმბოლურად არის გადაწყვეტილი და აქ ასე ვთქვათ საგანგებოდ მხოლოდ ღვთისმშობელი არ არის. საქმე ის გახლავთ, რომ აი მე-11 საუკუნის თვითონ აი ამ ლიხნეს ძეგლში არქიტექტურულად, რელიეფურად არის გუმბათში გამოყოფილი 8 ქიმიანი ჯვარი. მოდი ესე პირდაპირ ვთქვათ, 8 ქიმიანი. ანუ პრაქტიკულად ქრისმაა ხომ ეს? და ეს არის მაცხოვრის მონოგრამა. რელიეფურად გამოყოფილ 8 ქიმებს შორის არის სეგმენტები, სამკუთხა სეგმენტები და აი ამ სეგმენტებში არის ჩაწერილი ღვთისმშობელი ორანტა და 7 ანგელოზი. 2 მთავარანგელოზი, ლორატული მთავარანგელოზი მის ორსავ მხარეს და დანარჩენი ანგელოზები ქიტონებსა და ჰიმატიონებში. 7 მთავარანგელოზი. ანუ გუმბათში ღვთისმშობლის ამაღლება ფაქტობრივად ჩვენ ახლა რასაც ვხედავთ, ხო? და განდიდებაც ერთად ღვთისმშობლის მიძინება ამაღლების, ასე ვთქვათ, ისტორიული კომპოზიცია, რო ვთქვათ, არის დასავლეთ კედელზე მოცემული და აქ არის მთელი დასავლეთი კედელი ეძღვნება ამას და საკურთხეველში ღვთისმშობლის დიდება არის, სადაც ეს მე-14 საუკუნისთვის ძალიან გავრცელებული ცნობილი კომპოზიცია გახლავთ ტახტზე დაბრძანებული ღვთისმშობლითა და ღვთისმშობლის განსაკუთრებით გადიდებული ესეთი მონუმენტური ფიგურით და მასთან ასე ვთქვათ ფიზიკურადაც დაპატარავებული, რამდენადმე უფრო შემცირებული 2 შევრდომილი ანგელოზი. როგორც ვიცით, მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ ამაღლებით ცა კაცთათვის სავალყო.
ამ დაპირების უეჭველობა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე გამობრწყინდა, რადგან მეორე ადამიანი, ვინც ცათა ბარიერი დაძლია, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გახდა. წმინდა დავით წინასწარმეტყველის 131 ფსალმუნში ვკითხულობთ: აღდე გუფალო განსასვენებელად შენ და შენ და კიდობანი სიწმინდისა შენისაი. როგორც განმარტებიდან ვგებულობთ, არა მხოლოდ უფლის აღდგომა და ამაღლება იყო წინასწარმეტყველები, არამედ მისი ყოვლადწმინდა მშობლისაც, რომელიც სჯულის კიდობანს დარდება. საინტერესოა, რატომ ვუწოდებთ დღესასწაულს მიძინებას. მიძინება თავის თავში ხომ გაღვიძებასაც გულისხმობს. ღვთისმშობლის ჟამიერი სამყოფლიდან გასვლა მართლაც რომ მიძინებას ჰგავდა, რადგან მისი წმინდა სული უსწრაფესად ავიდა ცათა სასუფეველში. მცირე მიძინებით მან მარადიულობაში გამოიღვიძა, მაგრამ ამის და მიუხედავად არ დაუტოვებია სოფელი, რადგან როგორც მიძინების წინ აღუთქვა კაცობრიობას, ის ყველგან და ყველასთანაა, სადაც კი არის სახსენებელი მისი სახელისა. ამას კი ფიანდაზზე დაწყობილი მისი წითელი წაღებიც მოწმობს. დედა ღვთისას მიცვალებას ასე უგალობს სულმნათი იოანე მინჩხი. ზეცისა მთავარნი ქერაბინნი გარდაცვალებასა შენ საღვთისმშობელო ფრთითა გაგრილობდეს შენ და გალობით ესრეთ ხმობდეს. ალილუია და გიღაღადებდეს, გიხაროდენ სასუფეველსა.